სახელითა მამისათა და ძისათა და სული საწმინდისათა ამინ. სიტყვა თქმული წმინდათა შორის მამისა ჩვენისა ლუკა ყირიმელისა. მისით ვცოცხლობთ და მოძრაობთ და ვართ. სული წმინდის დღეს ჯერ არ ჩვენი ღრმა აზროვნება მისი შემეცნებისკენ მიმართოთ. სული წმინდისადმი ლოცვაში უაღრესად ბევრია ნათქვა. მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელო სულო ჭეშმარიტებისო. იგი ჩვენი ნუგეშინის მცემელია. ის რომელიც უფალმა იესო ქრისტემ თავის მოწაფეებს წარმოუგზავნა, როდესაც ცად ამაღლდა მათ. ეს ის ნუგეშინის მცემელია, რომელიც ჩვენი გულის სიცარიელეს ავსებს, მისგან მოწყენილობას განდევნის, ერთადერთი, რომელსაც ნამდვილად ძალუძს ჩვენი ნუგეში. მრავალი ადამიანი მძიმე კაეშანშია, საკუთარი ცხოვრების სიცარიელისა და არარაობის შემცნობელი. მათთვის უცნობია სრული ღრმა ნუგეში, რომელსაც ქრისტიანის გული განიცდის. ისინი სული წმინდას არ ეძებენ, რამე თუ არ შეუცნიათ იგი და თავისთვის ღვთის გარეშე ცხოვრობენ. სული წმინდა ჩვეულებრივ სიწმინდისაგან განშორებულ ქრისტიან მაშინ ანუგეშებს, როდესაც ისინი წუხილს ეძლევიან და ხვდებიან, რომ ეს უბედურებანი დაიმსახურეს. როდესაც გონებასა და სულიერ თვალს თავისი გულისკენ მიმართავენ და იქ უამრავ ცოდვასა და არაწმინდებას ხედავენ და ნანობენ და ცრემლებით ჩამობანენ ამ ჭუჭხს და ხმობენ. უფალო მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, ჯერ არც მხოლოდ მთელი გულით ისურვო ეს ნუგეშინისცემა და განიწმინდო გული. სული წმინდა სულად ჭეშმარიტებისა იწოდება, რამე თუ მხოლოდ მასშია ჭეშმარიტების სისავსე. ჭეშმარიტებას მხოლოდ ის შეიცნობს, ვისაც სული წმინდასთან აქვს თანაზიარება. ვინც სული წმინდის მადლს იღებს აზრსა და გრძნობას, რომ წარმართავს ჭეშმარიტების გზაზე. მრავალნი ცდილობენ ჭეშმარიტება იქ იპოვონ, სადაც ის არა. არ უწყიან რა, რომ მთელი ჭეშმარიტება სული წმინდაშია. ისინი ჭეშმარიტებას ფილოსოფიურ წიგნებში ეძებენ. პოულობენ კი ვითომ და ჭეშმარიტებას. არ ესმით რა ეს სიცრუე, მაგრამ სული წმინდა ჭეშმარიტების სისავსეა. მეუფეო ზეცათაო ნუგეშინის მცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ. ანუ სული წმინდა ყოველგან ყოფია და ყოველსავე აღავსებს. მისით ცოცხლობს ყოველი ქმნილება, რამე თუ იგი სიცოცხლის მომნიჭებელია. არიციან და არც შეუძლიათ იცოდნენ ყველაზე უფრო სერიოზულმა მეცნიერებმა, საიდანაა სიცოცხლე. ეს მეცნიერებისთვის უდიდესი საიდუმლოებაა. უძველესი დროიდან ცდილობდა სამეცნიერო აზრი სიცოცხლის საიდუმლოებას ჩასწვდომოდა და აეხსნა მკვდარი ბუნებიდან როგორ აღმოსცენდა ისევ სიცოცხლე. ყოველ ქმნილებას, ცხოველსა და ადამიანს საფუძვლად უდევს ნივთიერება, მეცნიერებაში პროტოპლაზმა რომ ეწოდება. იგი უჯრედის არსებით ნაწილს შეადგენს, რომლითაც ცოცხალი არსებებია აგებული. იერით იგი მღვრიელ ორწორს წარმოადგენს, ხოლო მასში კი სიცოცხლის უსაზღვრო ძალაა. ყოფიერების აურაცხელი საიდუმლოება და მეცნიერები უკვე დიდი ხანია მუშაობენ, რათა ცილებისაგან ხელოვნური პროტოპლაზმა შექმნან. რამე თუ პროტოპლაზმა ცილოვანი ნივთიერება, მაგრამ რამდენს არ ცდილობენ მოახდინონ მისი სინთეზირება, არაფერი გამოდის. ცილების არანაირ კომბინაციას არ გააჩნია სასიცოცხლო თვისება. სასიცოცხლო ძალის მინიჭება მხოლოდ მას ძალუძს, რომელიც ყოველივეს აცოცხლებს, რომელიც სიცოცხლის დასაბამია, სული წმინდა. და ამ ჭეშმარიტების ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი და უპირობო დამოწმება თავად უფალმა და ღმერთმა ჩვენმა იესო ქრისტემ მოგცა. თქვა რა, სული არს განმაცხოველება. ღვთაებრივი მოძღვრის ეს ორიოდე სიტყვა სავსებით საკმარისია იმისთვის, რათა პასუხი გასცე კითხვაზე სიცოცხლის აღმოცენებასთან დაკავშირებით. და არანაირ ღრმა მეცნიერებებში არ ვეძიოთ პასუხი და სიცოცხლის ერთადერთ მომნიჭებლად სული წმინდა მივიჩნიოთ. დაბადების წიგნის პირველ გვერდზე ვკითხულობთ, რომ ღვთისაგან თავდაპირველად შექმნილი მიწა იყო უსახო და უდაბური. მის უდიდეს ნაწილს წყალი შეადგენდა და სული ღვთისა იზროდა წყლებს ზემოთ. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ იგი წყალს შემოქმედებით ენერგიას ანიჭებდა, რომელიც აუცილებელი იყო იმისთვის,
რათა მასში სიცოცხლე აღმოცენებულიყო. რამე თუ პირველი ცოცხალი არსებები, ცურავნი, ქვეწარმავალნი და თევზნი წყალში გაჩნდნენ. სიცოცხლე წყალში სულიწმინდის ძალითა და გარდამოსვლით აღმოსცენდა. ღვთის ბაგეთა სულით შეიქმნენ ყველა ზეციერი ძალნი, ანგელოზები. უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით მთელი მისი საკრებული. ღვთის სულმა ცხოველყო ადამიანის პირველი სხეულიც. ადამისა მტვერისაგან მიწისა რომ შეიქმნა. რამე თუ წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ამ სხეულში შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა. ამაოა სიცოცხლის სხვა წყაროს ძებნა. რა არის ადამიანური სამშვიდობი? რა არის ადამიანური სული გონიერი? ადამიანი ღვთის ხატად და მსგავსადაა შექმნილი. რომელ ხატად? მეძველ წესეები მამა ღმერთს წვეროსნად წარმოიდგენდნენ და ამიტომ წვერის გაპარსვას ღვთის ხატის დამანხიჯებად მიიჩნევდნენ. მაგრამ ღმერთი უსხეულოა და არა ადამიანური სხეული იქნება მისი მსგავსება, არამედ სული გონიერი, რომელიც სული წმინდის სუთქვას წარმოადგენს. მაგრამ არა მარტო ადამიანურ სულს აქვს დასაბამი სული წმინდისაგან. ყოველივე შექმნილია, ყოველივე ცოცხლობს და ყოველივე იწვრის მხოლოდ იმ სულიერი ენერგიით, რომლის წყაროსაც თავად სული წმინდა წარმოადგენს. ენერგია ესე, სული ღვთისა, ყოველივეს გამსჭვალავს, ყოველივეს განანათლებს, ყოველივეს ცხოველმყოფელობას ანიჭებს. ცხოველებსა და მცენარეებშიც სული წმინდის მცირედი წილადია, რამე თუ მათში სიცოცხლეა, ხოლო სადაც სიცოცხლეა, იქ სული წმინდაცაა. სიცოცხლესთან ერთად მათ სული წმინდის სუსტი სუნთქვაც მიიღეს. მცირე ზომით სიცოცხლეს იგი მწვანილსა და ყვავილსაც ანიჭებს. უმაღლესი რიგის სიცოცხლეს კი უზარმაზარი ზომით იგი ადამიანებს აძლევს, რომელიც ქრისტეს მცნებათა გულმოდგინი აღსრულებით ღირს იქნენ მათში დამკვიდრებული სული წმინდის ტაძარნი გამختარიდნენ. იგი დიდი სიუხვით ანიჭებს მათ თავის ნიჭებს, როგორებიცაა სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, დიდსულოვნება, სიტკბოება, სიკეთე, რწმენა, თვინიერება და თავშეკავება. და არა მარტო ცოცხალ არსებებში, არამედ მთელ არაორგანულ ბუნებაშიც, რომელსაც ადამიანები ბრმად მკვდრად სახელდებენ. კლდეებში, მდინარეებში, ზღვის ტალღებში, თვალუწვნერელ უდაბნოებში, სული წმინდა ღიეს და ყოველივე მოძრაობაში მოჰყავს, რამე თუ იგი ყოველგან არს და ყოველსავე აღავსებს. სული წმინდა რომ არ აცოცხლებდეს ბუნებას, მაშინ სამყარო იმგვარი ჰარმონიული წყობისა და დიდებულებისა არ იქნებოდა, როგორადაც იგი ჩვენს თვალთა წინაშე წარმოსდგება. დაუშვებელია, რათა სამყარო ღვთისაგან არ შექმნილიყო. სამყარო ღვთის სიყვარულის გადმოფრქვევით შეიქმნა. ყველა შექმნილია და იძურის ღვთის სიყვარულით, სული წმინდის სიყვარულით, რომლითაც ვცოცხლობთ და მოძრაობთ და ვართ, როგორც არეოპაგში მოციქული პავლე ამბობდა. როდესმე თუ დაფიქრებულ ხართ იმაზე, თუ ჩვენთვის და მთელი ბუნებისათვის რა მნიშვნელობა აქვს ღვთის იმ სამკვირველ სილამაზეს, რომელიც მთელ სამყაროში ბრწყინავს. საიდან და რისთვისაა იგი? თუ შესაძლებელია ვიფიქროთ, თითქოს სილამაზეს ოდენ პრაქტიკული, უტილიტარული მნიშვნელობა აქვს. თუ შეიძლება ითქვას, რომ მამ რჩიტებს მშვენიერი ბუმბული რომ ასხიათ და გალობენ ისე როგორც მდედრ რჩიტებს არ ძალოს. ეგევით არის სილამაზე მხოლოდ იმისთვის აქვს, რათა მდედრი მიიზიდო. თუ თვალთა მოალერსე ყვავილები სილამაზით მხოლოდ იმისთვის ბრწყინავენ, რათა თავისი ფერადოვნებითა და სურნელებით წერები მიიზიდონ ყვავილის მტვერით რომ განაყოფიერდნენ მათგან. რა თქმა უნდა არა. თუკი მთელი ბუნება და მთელი სამყარო მიზან დასახულობის კანონებით თავისთავად შეიქმნა, როგორც მატერიალისტები ფიქრობენ, მაშინ სამყაროში სილამაზე არ იქნებოდა. რამე თუ არანაირი შინაგანი კავშირი არაა მიზან დასახულობასა და სილამაზეს შორის. ის რაც შედგენილია რკინისგან, თიხისა და მინისგან, შესაძლოა ღრმად მიზან დასახული იყოს, მაგრამ სავსებით მოკლებული სილამაზეს. სილამაზე მთელ სამყაროში ბრწყინავს. სილამაზეს ღმერთი ყველაზე უფრო ნაზ, ყველაზე უფრო სუსტ არსებებშიც გვიცხადებს. როგორი საყვარელი მშვიდი სუფთა სილამაზე შემოყურებს იისა და ენძელას ამ ნაზი ყვავილების ფურცლებიდან და გვირგვინებიდან. ხომ არ ჩაფიქრებულ ხართ, რომ ღვთის ეს პაწაწა ნამცეცები, თეთრნი, ვარდისფერნი, ცისფერნი, სიწმინდესა და სიმშვიდეს გვასწავლიან, როგორებიც თავად არიან.
ძალზე უხეში გული უნდა გქონდეს, რათა ღვთის ეს ხმა არ გესმოდეს. ბუნების მატერიალური ფორმების მშვენიერებაში რომ გაისმის. მისი სულით გაბრწყინდა ცა. ნუ თუ იმაზე არ ჩაფიქრებულ ხართ, რომ ცას, რომელზედაც ურიცხვი ვარსკვლავური სამყარონი ბრწყინავენ, თავისი სილამაზით ღრმა სულიერი გავლენა აქვს ჩვენზე. აკი, როდესაც ვარსკვლავებით მოჭედილ უსასრულო ცას უმზერთ, უსასრულობისა და მარადისობის იდეას აღვიქვამთ. ნელი შინაგანი სიმშვიდე, სახარულევანი ღიმილი აისისა და დაისის საკვირველი მშვენიერების ხილვისას. ასევე სულით წმინდისგანაა მშვენიერების შემოქმედისა. როდესაც ზალმოსილ შიშის მომგვრელ კლდეებს შევყურებთ, რომელთა მწვერვალები ღრუბლებს დაუფარავთ, როდესაც ქარიშხლიან დღეს ზღვის სანაპიროზე მდგავარ და ვხედავთ, ქარიშხალი მასზე როგორ აღძრავს ვეება ტალღებს, ზღვისპირა კლდეებს რომ ეხეთქებიან, განაართ ღვთის გული ჩვენი ბუნების ძლიერებაზე. არარაობისა და სისუსტის შეგრძნება გვეძლევა მაშინ და მთელ მის საზარელ დიდებულებას შევიცნო. ამგვარად გვამდაბლებს და გვასწავლის სულიწმინდა თვისთაქმნილებათა მშვენიერებით. ესრედ მჟღავდება ჩვენს წინაშე ღვთის სიტყვის ღრმა ჭეშმარიტება, სული ყველაფერს იძიებს. თუკი ბუნებას თავის თავში ესოდენი სილამაზე, ძალა, ძალმოსილება დაუმარხავს და დუმარედ გვამცნობს მათზე, მაშ რაღა უნდა ვთქვათ ამ ძალისა და სილამაზის წყაროს თვალზე, თავად უფალზე. სული ღვთისა ყოველსავე აღაფსებს თავისი სიყვარულით. მთელი მშვენიერება ის მშვიდი და ნაზიც, რომელიც სიმშვიდესა და სიწმინდეს გვასწავლის. ბუნების ძალის ის საზარელი დიდებულებაც, რომელიც რთოლვას გვრის. ეს ყოველივე სხვა არა არის რა, თუ არა ბუნების განსულიერების ძალმოსილი გამოვლინება. წმინდა მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს, რომ წარმართები, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ, თავს ვერ იმართლებენ, ვინაიდან რაც შეიძლება იცოდე ღმერთზე, ცხადია მათთვის, იმიტომ რომ ღმერთმა გამოუცხადა მათ, რადგან ის, რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი, სამყაროს შექმნიდან მისსავე ქმნილებაში საცნაურდება და ხილული ხდება. ანუ ასე ცხადად შეიმჩნევა ბუნებაში სულიწმინდისა და ღვთაების ძალა და თავს ვერავინ იმართლებს, ვისაც თავის სიბრმავეში არ სურს სილამაზით დიდებულების დანახვა. ჩვენს გარემომცველ სამყაროში ვერ გრძნობს სულიწმინდის სუნთქვას. ღმერთზე ქადაგება რომ მოესმინათ, თავად ბუნება ქადაგებს მასზე. ისინი კი ამბობენ, რომ ღმერთი არ არსებობს, რომ ბუნება შემთხვევითობის წყალობითაა შექმნილი. მაგრამ შემთხვევითობას როგორ ხელეწიფება უკიდეგანო სამყაროს ეგოდენ დიდებული ჰარმონიის შექმნა. სული წმინდა საუნჯედ კეთილთა იწოდება. ყველა სიკეთისა, მაგრამ არა იმათი, რომელთაც ამაყი და თვით დაჯერებული ადამიანები ეძებენ. მიწიერს რომ მიწებებიან. სული წმინდა სულიერ სიკეთეთა წყაროს თვალია. ადამიანური სულისთვის ყველა მაღალ ძალთა მიმნიჭებელი. იგი ყოველივე ცოცხალზე თავის სიყვარულს გარდა მოაფრქვევს, როგორც უდიდეს სიკეთეს და ამ სიყვარულით გვანუგეშებს. ყველა ვინც კი ქრისტეს გზას ადგას და მიაქვს თავისი ჯვარი, ცხადად რეალურად შეეგრძნობს ამ სულიერ სიკეთეებს, სული წმინდის შეცემას, მის განმამტკიცებელ სიყვარულს. ჩვენს ცხოვრებაში მრავალი სიმძიმილია მღვდელმთავრის გზაზე და მძიმეა მისი ომოფორი. რამე თუ დიდია ღვთის წინაშე მისი პასუხისმგებლობა და ჩემს გულის შემოსრულებაში სული წმინდამ სიყვარულით მანუგეშა. თქვენი გულებიდან რომ იღვრება. რამე თუ იმაზე მეტი ბედნიერება არაა, ვიდრე სიყვარულის გარემოში ცხოვრობდე. განუწყვეტლივ გრძნობდე გარშემო მყოფთა სიყვარულს. აი რისი მოცემა ძალუთ სული წმინდას. აი რაოდენ უსასრულო დიდებულია მისი მადლი. და ჩვენი ცხოვრების მიზანი ისაა, რომ სული წმინდის მადლი მოვიპოვოთ. ღვთაების თანაზიარნი შევიქნეთ. იმაში, რათა მუდმივ თანავეზიარებოდეთ სული წმინდას. მუდმივი ზიარებით ვიყოთ მასთან და ჩვენ ღვთის სულთან ზიარება უწინარეს ყოვლისა და ყველაზე მეტად ლოცვაში გვაქვს. მხოლოდ მას, ვინც იმგვარად ლოცულობს, როგორც ღირსი სერაფიმ საროველი, 1000 დღე და ღამე რომ იდგა ქვაზე, გააჩნია ღმერთთან სრული თანაზიარობა. განუწყვეტლივ ლოცვისა და ღვთის მცნებათა აღსრულების გზით მიაღწიეს წმინდანებმა გულის განწმენდას. მისი ყოველგვარ მწიკულთაგან განთავისუფლება სული წმინდით. ამიტომ დიდია აზრი ჩვენთვის სული წმინდის ლოცვის უკანასკნელი სიტყვებისა. მოვედ და დაემკვიდრე ჩვენ შორის.
და წმინდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიძისა. მხოლოდ სული წმინდა გვანიჭებს ჩვენ ძალებს ჩვენთა გულების განწმენდისა, მასში დაბუდებული ხორცთა და სულის ყოველგვარი ბიწიერებისაგან. დაუღალავად მოუხმობდეთ სული წმინდას ლოცვის სიტყვებით და მოვა იგი და დაემკვიდრება ჩვენ შორის და არაწმინდათა ცოდვილთაგან ღვთის წინაშე წმინდანებად და მართლებად გაგხდის. დაეყოლოთა ჩვენთა თანა იყოს მადლი სულისა წმინდისა და ვიქმნეთ ჩვენ მის წმინდა ტაძრებად. ამინ. გილოცავთ სულთმოფენობას და ღმერთმა ოდესმე მაინც სულ მცირედი ღირსი მაინც გავხადოს. კონცოდული. ერთმან დაგვაცოთ.